მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოდით ნახოთ რა გელოდება თუ ახლოეს პერიოდში. პირველ რიგში შეხედავთ ალბათ აი ამ ბრძოლას ჩემო ლამაზებო. ნოემბრის თვე საერთოდ როგორც ჩანს გარდამტეხი იქნება თქვენთვის ენერგია მიუთითებს გადაწყვეტილების მიღებაზე, ბრძოლაზე, თითქოს რაღაცა ეტაპის სრულდება და უნდა აირჩიო ახალი გზა და რაღაცას ან ვიღაცას ებრძვი. აქვე ხედავთ ძალიან დიდ ბზარს, შიშს, თვალს. შესაძლოა გქონდეთ შიში ცვლილებების მიმართ, მაგრამ ბედი სწორედ ახლა გიბიძგებთ, იცით, მოქმედებისკენ, სწორედ ახლა. ვიღაცასთან გაქვთ ძალიან დიდი გაუგებრობა და ემოციური დისტანცია, ცრემლი იყო როგორც ჩანს. მაგრამ ეს არის დროებითი პერიოდი, აბსოლუტურად დროებითი. ხედავთ აქვე მამაკაცს, რომელიც არც თუ ისე გულწრფელია თქვენთან. თქვენ მასთან როგორც ჩანს ეცდებით არასწორი შტაბეჭდილებების თავიდან აცილებას, მაგრამ მაინც თითქოს თქვენით მანიპულირებს ეს პიროვნება. ბევრთან იქნება სამკუთხედი გოგოებო. იქნება ან ამ სამკუთხედში უკვე ხართ, იმიტომ ადამიანი არჩევანზეა. და კიდევ ვიტყოდი, რომ მათთვის, ვინც მარტოა, ნოემბერს მოაქვს სამეულოდნელი შეხვედრა ადამიანი, ან წარსულიდან მოდის გოგოებო, ბიჭებოც, ან ახალი ნაცნობობა ამოდის, რომელიც დაგაფიქრებს სხვათა შორის იქნებ, ეს არის. აქ ძალიან კარგი ასრულება გაქვთ. მეგობრებო, ფინანსური სტაბილურობა. იცით რა არის, ახლა წარსულიდან აქ ჩანდა პრობლემები, მაგრამ ნელ-ნელა იძენს ძალას სტაბილურობა. ახალი შემოსავლის ვარიანტიც ჩანს ბევრთან, წყარო ან მცირე წარმატება სამსახურში, ან ახალი პრემია, ან რაღაცა სიახლე, ან უბრალოდ კარგად გამომუშავებული ფინანსით შეიძლება იყოს. კარგად და ასევე ბარაქიანად, მეგობრებო. ასე ვთქვათ, ფულის ფრთხილად ხარჯვა ჩანს, ბევრი დაგეგმილი ხარჯი ამოდის, სავარაუდოდ ახალ ეტაპთან, ახალ წელთან დამკავშირებით, სავარაუდოდ დადებითი ხარჯები ჩანს სხვათა შორის მეგობრებო ჭიქაში. წინასწარ დაგეგმილი ვიტყოდი, ასე რომ გაფრთხილება არ დგას აქ. წინასწარ დაგეგმილი ხარჯები, ქაღალდები ამოდის. ვისაც გული შეხედეთ, მძიმედ აქვს ცრემლი, ვთქვათ ენერგია ნერვიულობის, ხო? ან გქონდათ, ან გაქვთ. ეს თვე და დეკემბერიც მოითხოვს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, საკუთარ თავთან ერთად განმარტოვდით და ისვენეთ, უნდა მოხდეს თქვენი ენერგიების აღდგენა. არ ვიცი, ვიღაცა დაინახოს, ვიღაცა არ, ნახეთ როგორ იცვლებით. აქ ხდება ძალიან მძიმე განწყობა გტოვებს, მინდა გითხრა ძვირფასო, ეს არის კარგი ნიშანი ძალიან მძიმე განწყობა გტოვებს. ცვალებადობა ჩანს, იცვლები, პერიოდი იცვლება და რაღაცისგან განთავისუფლდები. პროცესი მიმდინარეობს განთავისუფლების, ერთი სიტყვით. ასე რომ ნუ გაჩერდებით წარსულში, ახალი კარი იღება ძვირფასო, რომელიც შინ ხარეს არის. კარგი პერიოდი გელოდება. თვით შეფასება, საკუთარი მიზნების აღიარება და მთავარი გასაღები გაქვს წარმატებისთვის, ჩემო კარგო გამომწერო, ან სტუმარო. წარმატებები გოგოებო ყველას, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.